მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო. ვაგრძელებს ჩვენს გადაცემათა ციკლს საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ. დღევანდელი ჩვენი თემა მრავალფეროვანია, მაგრამ უწინარეს ყოვლისა მაქვს დიდი სურვილი, რომ გაგაცნოთ ის სიტუაცია, რომელიც დღეს არის საქართველოში და რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ წმინდა ილია მართლის დროს, კონსტანტინე გამსახურდიას, ივანე ჯავახიშვილის და მთელი ჩვენი საქართველოს ისტორიის თუ ლიტერატურის კორიფეების მიერ და ამ თემაზე საერთოდ საუბარი შემდეგ გარკვეული ხნით შეწყვეტილი იყო, ვინაიდან აქ უკვე გამორიცხული იყო, რომ ეს თემა ვინმეს აიღო და თუნდაც 2-20 სიტყვა ეთქვა. მე მოგახსენებთ ეგრეთ წოდებული კავკასიური, ახალი კავკასიური მრგვალი მაგიდის შექმნის თაობაზე, რომელიც ეხლახანს გააჟღერა სააკაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან და შემდგომ ამისა მოყვა ქორთიართმარიოტში რაღაც შეკრება, რომელს შეკრებასაც არც თავი ჰქონდა, არც ბოლო. ანზორ მასხადოვით თუ იწყება კავკასიის მრგვალი მაგიდის შექმნა და მთავრდება, მაშინ დაქცეულა საერთოდ კავკასია მთლიანად. გამოიყვანეს და ეს ალაპარაკეს და დარბაზში ვინ იყო ნამდვილად არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ეს თემა ყბადაღებული თემა გახლდათ. ჯერ კიდევ უკვე დიდი ხნის წინ მე ეს თემა მიაჩუმეს და ეს იყო რეპრესიების გზით და სხვადასხვა ასე ვთქვათ ისტორიული კატაკლიზმებით რაღაც პერიოდი შეჩერდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ სამუდამოდ უკვე ამოვარდა ეს ისტორიის მთავარი თემატიკიდან. ამასთან დაკავშირებით მე მოგახსენებთ, რომ ზვიად გამსახურდია, როგორც კი ხელისუფლებაში მოსვლამდე ჯერ კიდევ მას გადაწყვიტა, რომ ის ხალხთან გასულიყო კავშირებზე და ძველი მეგობრობა აღედგინა, ვინაიდან რაღაც პერიოდები, როდესაც პატიმრობაში იმყოფებოდა ხან ზვიადი და ხან ისინი ჩრდილო კავკასიელი ხალხს გულისხმობ, აქედან გამომდინარე თავისთავად ცხადია, რომ ასე იგი ბედუკმართობის გამო ჩვენ ერთმანეთს გვაშორებდნენ, ისე რომ ვერ ახერხებდით ურთიერთთან შეხვედრას და იმ საკითხების გადაწყვეტას, პოლიტიკურ გადაწყვეტას, რომელიც მიზნად ჰქონდა დასახული მთლის სრულიად კავკასიელ ხალხს, ეს არის ჩრდილო კავკასია თუ ამიერკავკასიის წარმომადგენლებიდან იყო საქართველო და აზერბაიჯანი, ამას გვერდს ვერ აუვლით. და მე მოგახსენებთ იმაზე, რომ აიცით სააკაშვილმა, რომელმაც ეხლა გაიხსენა, რომ თურმე არსებობს ჩრდილო კავკასია, რომ თუმე იქ მრგვალი მაგიდა უნდა შეიქმნას და თურმე ხალხი უნდა მოიწვიოს, იმიტომ რომ გააპიაროს ეს გასაპიარებელი და სათამაშო და სახუმარო თემა არ არის, ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, რომლის გადაწყვეტის გამო და ამასთან დაკავშირებულ 4 შეკრებას, მრგვალი მაგიდის 4 შეკრებას, რომელიც გროზნოში შედგა, ზვიად გამსახურდიას განაჩენში, სასიკვდილო განაჩენში, სხვათა შორის ეს იყო მითითებული ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ცნობა და კავკასიის მრგვალი მაგიდის შექმნა. მაშასადამე პრაქტიკულად განხორციელებული იყო ის, რასაც ესენი ეწინააღმდეგებოდნენ წლების კი არა საუკუნეების მანძილზე. და უცებ სააკაშვილს ურჩიეს, რომ აიტაცოს ეს თემა, ვინაიდან გაეროს ტრიბუნიდან იძახის იმას, რაც ზვიად გამსახურდიას ერთი კარგი 30 წლის წინათ აქვს ნათქვამი. მე ზვიადის წარმოსაჩენად კი არ ვამბობ ამას ვამბობ იმისათვის, რომ გაარჩიოთ ხალხმა მართალი და პლაგიატი. ვინ არის ისტორიაში ჩახედული და ვინ ჩაუხედავი და ვის არის დაწერილი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული თემა, მსოფლიოს წინაშე უნდა წარდგეს, რომ რაღაცა ახალი ინოვაციით. ეს ახალი ინოვაცია კი არ არის, ეს არის ქურდობა ელემენტარული, თუ პლაგიატობა არ მოსვას, ეს არის ქურდობა, რომელიც მოეპარა ილიას, რომელიც მოეპარა აკაკის, რომელიც მოეპარა საერთოდ გითხარით უკვე ვინც იყო ამის
საერთოდ ამ იდეის ავტორი და ვინ ცდილობდა და ოცნებობდა რომ ეს შექმნილიყო იმისათვის რომ მშვიდობა დამყარებულიყო საერთოდ აი სრულიად კავკასიაში. აი ის ამბავი რაც ხდება ახლა უკვე ამბის დაწყება როდესაც სააკაშვილმა და შევარდნაძემ ერთდროულად ერთად მოკკავშირის სახელით ჩააბარეს აფხაზეთი და სამაშაბლო და კიდევ სხვადასხვა ტერიტორიები, რომელსაც ჯერ არ ვაცხადებ, მაგრამ ხალხმა იცის ეს. მე ველოდები უბრალოდ დაფიქსირებას იმისა, როგორც დააფიქსირა აფხაზეთი და სამაშაბლო და დანარჩენიც დაფიქსირებულია ფაქტობრივად, მაგრამ მე წინსწრებას ისტორიის წინსწრებას არ მოვახდენ. ასე რომ მე მოუწოდებ თავად სააკაშვილს და მის მრჩევლებს რომ ისეთ რამეს ნურჩევთ, რომელშიც ძალიან ჩაიჭრებით თქვენც და ისიც, იმიტომ რომ ამ იდეასთან ისე არის შორს სააკაშვილი, როგორც მთვარე და მე დაუშვათ, არც მთვარე არა, მე მთვარე მომწოს მიყვარს და ასე შემდეგ. მე გავიხსენებდი წარსულიდან, აი ფოტოსურათებიც მაქვს თან. ეს ფოტოსურათი არის საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში გადაღებული, სადაც არის აგერ ზვიად გამსახურდია და აქ არიან თიელი ხალხი, აი ესენი არიან ინგუშები, ჩეჩნები, ადიღეელები, აგერ მებით ფაფახები, რომელიც თუ ერთ დროს ძალიან შეურაცხყოფელი იყო თურმე საქართველოს მოქალაქისთვის, რომ იგი ესაუბრება ფაფახიანებს და იგი ხდება და რაღაც საკითხებს ჭრის თავისი ქვეყნისთვისაც კი არა მხოლოდ არამედ საერთოდ კავკასიაში რომ მშვიდობა დამყარდეს სამუდამოდ. მეორე სურათი ეს უკვე გაზეთშია გამოქვეყნებული, იმდენად გამწარდნენ რომ გაზეთში გამოაქვეყნეს და მათ ეგონათ რომ ეს აგვაშფოთებ და არა, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. ყოველივე იმისათვის რომელიც ჩვენ დაგვიტოვეთ არაჩვეულებრივი მასალა, დიდი საგანძური დაგვიტოვეთ, რომელთაც მოგვეცით საშუალება, რომ მტერს უნდა ებრძოლო იმით, რასაც თვითონ საუბრობს, რასაც თვითონ ებრძვის თავისთავად და თავად აღიარებაზე მიდის ყოველივე იმისა, რომელზეც არ ფიქრობს, რომ წლების გავლის შემდეგ ეს ყველაფერი ამოტივტივდება და საზოგადოებისათვის ყველაფერს ნათელი მოეფინება. აი ამ სურათზე ჩვენ ვხედავთ და თან მინაწერს ეს გახლავთ საქართველოს რესპუბლიკა გაზეთი ნომერი 214, თუ დაინტერესდებით თქვენც ამოიღებთ ამ ფოტოსურათს ინტერნეტში შევძანდით და ესე 17 ოქტომბერი 1992 წელი. ეს გახლავთ ასე აწერია ასე კომენტარები მკითხველისთვის, შენთვის მომინდვია მკითხველო. რა კომენტარები ჭირდება დაუშვათ აქ რომ შევარდნაძე თურმე არის აქ არის ბუში და აქ არის ბეიკერი, რომლებიც ესე იგი ჩაჭიდებულები არიან და ზვიად გამსახურდია თურმე საწყალი კაცია და ვერ გასცდა იგი კავკასიის ფარგლებს და აგერ ფაფახიან კავკასიელებთან იღებს იგი სურათებს, იმიტომ რომ თურმე ამერიკა და ევროპა მას არ კადრულობს და ეს კომენტარები გინდოდათ გაგვეკეთებია? აი გავაკეთეთ ახლა ეს კომენტარი და ახლა დღეიდან ამ თემაზე ხმას მოამოიღებთ, იმიტომ რომ ეს თემა თქვენი თემა არც ყოფილა და არც იქნება. ეხლა მე გავაცნობ სრულიად საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც დაინტერესებულია იმ თემით, რომელზეც ჩვენ საუბრობთ და ათვალყურს ადევნებს ჩვენს გადაცემებს და მე მისურვს, რომ თქვენ უწინარეს ყოვლისა გაგაცდოთ მასალა, რომელზეც შემდეგ უკვე ბოლოს თარიღს მოგახსენებთ ამისას. მიმართა კავკასიის ხალხებისადმი. კავკასია უნიკალურია, მსოფლიო მნიშვნელობის ფენომენია თავისი მრავალფეროვნებით, თავისთავადი კულტურით, ერებს შორის ურთიერთობის მყარად ჩამოყალიბებული ტრადიციებით, განუმეორებელი ისტორიით, ლანდშაფტით, ფლორითა და ფაუნით, სხვადასხვა წარმოშობისა და სხვადასხვა სარწმუნოების, კავკასიელ ხალხებს შორის ეთნიკური სიძულვილი, ეგრეთ წოდებული ეთნოკონფლიქტები ბრჭყალებში ამ ერთად თანაარსებობის მანძილზე უცხო იყო, სანამ კავკასია ცეცხლითა და מחვილით ერთგულად არ დაიპყრო იმპერიათა შორის უსასტიკესმა და უბოროტესმა რუსეთის იმპერიამ. ცარიზმის მიერ გაკვალული
გზა, რომელიც კავკასიელ ხალხებს შორის მტრობის, უნდობლობისა და ერთმანეთის სიძულვილის დანერგვას გულისხმობდა, ბრჭყალებში ღირსეულად განაგრძო მოდერნიზებულმა კომუნისტურმა იმპერიამ ბრჭყალებია გახსნილი, არა მაპატიეთ იმპერიამ, რომელმაც გარკვეულწილად თავის მიზანს მაინც მიაღწია. კავკასიელი ხალხები ისე მოხერხებულად გადაკიდეს ერთმანეთს, რომ ამჟამად კავკასიაში მცხოვრებ თითქმის ყოველ ხალხს იმპერიის მიერ თავის სატეხილი ყველა უბედურების მიზეზი მის გვერდით მცხოვრები სხვა ხალხი ჰქონია. ცენტრი თავისუფლების მოყვარე ამავე კავკასიელთა საზიანოდ იყენებს ეგრეთ წოდებულ ეთნო-კონფლიქტებს ბრჭყალებში. აფერხებს კავკასიელთა სწრაფას დამოუკიდებლობისა და ჭეშმარიტი სუვერენიტეტისაკენ. ამგვარი ბოროტი ხერხებით ერთმანეთს წაკიდებულ ხალხთა შორის ურთიერთობა უკვე სახიფათოდ არის დაძაბული. მათ შორის მტრობას თანდათან აღვიძებენ ზოგსგან სისხლის იღვრება, ცენტრი კი მოსყიდულ ინფორმაციის საშუალებით მსოფლიოს უმტკიცებს ბრჭყალებში, რომ უჩვენოთ ეს ველური და კაციჭამია ბრჭყალებში, რასაკვირველია კავკასიელები ერთმანეთს მოსპობენო. თანაც მსოფლიოს უმალავენ იმას, რომ კავკასიელ ხალხებს უძველესი კულტურა და ჰუმანური ტრადიციები გააჩნია და სურთ ისინი ტუზემცებად ბრჭყალებში გამოაცხადონ. ძვირფასო კავკასიელებო, დრაგონს მოვეგოთ. ნუ გავებმებით ცენტრის მიერ ჩვენს საზიანოდ დაგებულ მახეში. მოვიგონოთ ჩვენი დიდებული წინაპრების სიბრძნე და შორსწრეტელობა, აღვადგინოთ ძმობა, ურთიერთპატივისცემა და ნდობა. ნებისმიერი კავკასიელი ხალხის ბედი, ყველა კავკასიელის მშვიდობიან თანაცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები ისევ ჩვენივე ერთსრულოვნებით კავკასიაშივე უნდა წყდებოდეს. ამისათვის აუცილებელია კავკასიელ ხალხთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის კოორდინაცია, დიალოგი, რათა ერთობლივი იქნეს შემუშავებული ერთიანი მოქმედების ტაქტიკა და სტრატეგია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველოს სახელით ვიწევ კავკასიელ ხალხთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებს კავკასიის ხალხთა ფორუმის შესაქმნელად, რომელსაც მიზანად არ ექნება რაიმე ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთეულის დაარსება, რომელსაც არ მართავენ ცენტრის აგენტები, კავკასიის გამყიდველები. ჩვენი მიზანი იქნება კავკასიის კონსოლიდაცია, მისი განთავისუფლება იმპერიის მარწუხებისაგან და დაფუძნება მსოფლიოს თავისუფალ ხალხთა ოჯახში. ეს ასევე აღადგენს ჩვენს გულწრფელ მეგობრობას რუს ხალხთან, რომელიც თვით არის ტოტალიტარიზმისა და კომუნიზმის მსხვერპლი. თქვენი თანხმობის შემთხვევაში კავკასიის ხალხთა ფორუმის დამფუძნებელი სხდომის მოწყობის ადგილსა და ზუსტი თარიღის შესახებ დამატებით გაუწყებთ. გაუმარჯოს კავკასიელ ხალხთა ერთიან ძმურ ოჯახს, გაუმარჯოს ჩვენს ძმობას, ერთობასა და თავისუფლებას, გვარავდეს ღმერთი პატივისცემითა და სიყვარულით. ზვიად გამსახურდია მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველოს სპიკერი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, ნომერი 57, 23 მარტი 1951 წელი. ეს ერთი წელი. ეხლა მეორე წელს გაგაცნობთ იმისათვის, რომ ის მონადირე ხალხი, სხვის აზრებზე მონადირე ხალხი და სპეკულირება ამ თემით არ შეიძლება. სპეკულირება კი მართალია, მათი მოგონილია, მაგრამ არ მოგცემთ ამის საშუალებას, იმიტომ რომ ჩვენ ხელთა გვაქვს ყველაფერი აბსოლუტურად. თქვენ კი ეხლა გაიხსენეთ ვიღაცის დავალებით. ეს ნომერი არ გამოგივათ. აბა ვაგრძელებთ ახლა შემდეგს. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება. აქ უკვე ზვიად გამსახურდია პრეზიდენტის რანგში გახლავთ და აკეთებს განცხადებას. გარკვეულ მე აქ წინსწრებას არ გავაკეთებ, თავად გახდებით ამ მოწმენი იმისა, რასაც აფიქსირებს ზვიად გამსახურდია. ამა წლის 3 სექტემბერს გროზნოში შედგა საკონსულტაციო შეხვედრა კავკასიის ხალხთა მრგვალი მაგიდისა, რომელიც მიზნად ისახავდა დისკუსიას საერთო კავკასიური სახლის შექმნის შესაძლებლობის შესახებ. კავკასიური სახლი გულისხმობს ხალხთა და სახელმწიფოთა ანტიიმპერიალისტურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებას საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე. როგორც მოსალოდნელია იყო ხუნტისა და რუსეთის იმპერიის საინფორმაციო საშუალებათა
საშუალებებმა დაამახინჯეს და გააყალბეს არსი ამ შეხვედრისა. ხუნტამ გააყალბა საქართველოს დელეგაციის პოზიცია და როგორც ჩვევია, ცილი დასწამა მას, ვინაიდან აქ მოიწვიეს მხოლოდ კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები და უარი უთხრეს ხუნტას. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ჩვენი მონაწილეობა ამ შეხვედრაში აუცილებელი იყო, რათა დაგვეცვა საქართველოს ინტერესები. ჩვენი პოზიცია ამ შეხვედრაზე თავიდან ბოლომდე პრინციპული და თანმიმდევრული იყო. კერძოდ, მე განვაცხადე, რომ არ შეიძლება საუბარი მხოლოდ კავკასიის სახელმწიფო და კავშირზე, ვინაიდან მრგვალ მაგიდაზე მეტწილად წარმოდგენილი იყვნენ ისეთი ხალხები, რომელთაც ჩვენ ცალკე სახელმწიფოებად ვერ ვაღიარებთ. ჩვენი თვალსაზრისით აქ იყო წარმოდგენილი მხოლოდ სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო: საქართველო, ჩეჩნეთი და აზერბაიჯანი. დანარჩენი კი ამ კავშირში უნდა შემოვიდნენ როგორც ხალხები და არა როგორც სახელმწიფოები. ეს იყო არსი ჩვენი პოზიციისა. საქართველოს დელეგაციის ასეთმა პრინციპულმა პოზიციამ განაპირობა ის, რომ მრგვალ მაგიდაზე არ განხილულა არც აფხაზეთისა და არც ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის გაცრავად სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხი და არც იქნებოდა განხილული. აქ მხოლოდ დაიგმო ხუნტის სამხედრო ავანტიურა აფხაზეთში. მრგვალმა მაგიდამ მოითხოვა ომის შეწყვეტა და სიმშვიდის აღდგენა. სხვა დელეგაციების წარმომადგენლებმაც აღნიშნეს, საზოგადოებრივ სახელმწიფოებად არ შეიძლება ჩაითვალონ აქ რუსეთის ფედერაციაში შემავალი ქვეყნები, რომელთაც მარიონეტული კომუნისტური მთავრობები მართავენ. საქართველოს პოზიცია სავსებით გაიზიარა ჩეჩნეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებმა. სიმპტომატურია, რომ ხუნტის ტელევიზიის წარმომადგენლებმა ჩემი განცხადება არ ჩაიწერეს და არც გადასცეს, ვინაიდან მიზნად ისახავდნენ ჩემი პოზიციის გაყალბებასა და ხალხთან მოტყუებას. ხუნტამ ამას წინათ შეთითხნა აგრეთვე ვითომც ჩემი მიმართვა კავკასიის ხალხთა კონფედერაციისადმი, სადაც მე თითქოს საქართველოს მცირე იმპერია ვუწოდე და გამოვხატე სინანული, რომ ვიბრძოდი მისი ერთიანობისათვის, რასაც მე საკადრისი პასუხი გავეცი გაზეთ იბერია სპექტრში. ასევე აყალბებს იგი დღეს რეალურ სიტუაციას მაგიდაში ჩემს მონაწილეობაზე. ხუნტის მთავარი ბრალდება რა არის? რომ მე მუსულმანების გვერდით ვიჭექი. საინტერესოა, რამდენ შეხვედრას თუ კონფერენციას დაასწრებია შევარდნაძე, სადაც იყვნენ მუსულმანური ქვეყნის წარმომადგენლები. საოცარია, რომ ხუნტა, რომელიც დღემდე მაბრალებდა ეროვნული და რელიგიური განსაკუთრებულობის ქადაგებას, რასაც ისინი თავიანთ ენაზე ფაშიზმ ჭალებში უწოდებდნენ, დღეს თავად გამოდიან უკიდურესად ნაციონალისტური და ვითომდაც ქრისტიანული პოზიციებიდან და მაკრიტიკებს ინტერნაციონალიზმისათვისაც და რელიგიური შემწყნარებლობისათვის. თუ მუსულმანი აჭარლები და თურქეთში მცხოვრები ქართველები უნდა მოვიკვეთოთ, რადგან ისინი ამ რელიგიას მისდევენ? სასაცილოა აგრეთვე ხუნტის ბრალდება თითქოს ჩემი მხარდაჭერით მოხდა მთიელ ხალხთა კონფედერაციის რაზმების შეყვანა აფხაზეთში, რაც სრული აბსურდია, ვინაიდან თუ მე არავითარი ურთიერთობა არ მაქვს ამ კონფედერაციასთან და მათი დამოკიდებულება ჩემდამი შესანიშნავად არის გამოხატული კონფედერაციის პრეზიდენტის შანიბოვის განცხადებაში, რომელმაც აღნიშნა, რომ კონფედერაცია არ ენდობა გამსახურდიას, იგი უფრო მეტად ენდობა სიგუას, კიტოვანს და სხვებს, რაც გამოქვეყნდა ნიზავისიმაია გაზეტაში და იბერია სპექტრში. გარდა ამისა, საინტერესოა ვინ შეიყვანა აფხაზეთში კაზაკები და დნესისპირელები, მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ რუსეთი ორმაგ თამაშს ეწევა. იგი ორივე მხარეს ეხმარება, რათა საბოლოოდ თავად დაეპატრონოს აფხაზეთს. საერთოდ კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია სულ სხვა ორგანიზაცია და მრგვალი მაგიდა კი სხვა. ამ კონფედერაციის წარმომადგენლები მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე არ აქტიურობდნენ, მათ არც ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ, ხოლო კონფედერაციის პრეზიდენტი შანი
განმტკიცებულები ამ შეხვედრას არც დასწრებია. Როგორც ჩანს, მათ ჩათვალეს, რომ ეს ახალი გაერთიანება კავკასიის ხალხებისა უპირისპირდება მათ და ართმევს ინიციატივას კავკასიის მომავალი ბედის წარმართვაში. ასე რომ აღშფოთებელია ხუნტის დემაგოგია, რომელიც მწამებს მთელ ხალხთა კონფედერაციასთან კავშირს და აცხადებს თითქოს ჩემი დასწრება ამ შეხვედრაზე საზიანო იყო საქართველოსათვის. ამას აცხადებს ხუნტა, რომელმაც სამაჩაბლო უმტკივნეულოდ ჩააბარა რუსეთს და ოსეთს და საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის შეჩერებით ხელი შეუწყო ყოველი იმას, რაც დღეს აფხაზეთში ხდება. საქართველოს გამოთიშვა საერთო კავკასიური პროცესებიდან დღეს უაღრესად სახიფათოა, თუმცა ნევთული, რომ ამგვარ პროცესებში ჩვენი მოსახლეობის უპირველესი პირობაა საქართველოს ერთიანობისა და სუვერენიტეტის გარანტია. გარდა ამისა, ნევთული, რომ საქართველო ამ კავშირში თუ კონფედერაციაში შეიძლება საბოლოოდ შევიდეს მხოლოდ მისი კანონიერი პარლამენტისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. ამასთან ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქართველოს ჩეჩნეთსა და აზერბაიჯანს მრგვალ მაგიდაში უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება. მე მოუწოდებ ქართულ ხალხს ნუ ენდობა ხუნტის დემაგოგიას და სიცრუეს, რომელსაც იგი ავრცელებს ჩემს შესახებ. მოუწოდებ აგრეთვე იბრძოლოს ხუნტის დასამხობად და კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად. სხვა ხსნა საქართველოსი არ არსებობს. 20.09.1992 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. მისი ფაქსიმილეც გახლავთ ამ დოკუმენტზე, ასე რომ ჩაიშალა თქვენი მიზნები, თქვენი ამოცანები, ყოველივე და სააკაშვილისაც, ვინაიდან სააკაშვილა გადაწყვიტა, რომ რაც ზვიად გამსახურდია სუთქავს, ეხლა თვითონ გადაიწეროს საკუთარ თავზე. არა, სააკაშვილა უკვე ჩაიწერა საკუთარი თავი ეგრეთ წოდებულ ისტორიაში, რომელმაც საქართველო ჩააბარა. ასე რომ თავის მამობილთან ერთად ასე ვიტყოდი, ასე რომ აქ ყველა საუბარი ზედმეტია ყველაფერზე. შემდეგი საკითხი, რომელზეც მე უნდა მოგახსენოთ ახლა, გახლავთ ის, რასაც მე გვპირდებოდით. კერძოდ, როდესაც მე გაცნობდით ნოე ჟორდანიას, ეგრეთ წოდებული ნოე ჟორდანიას საქართველოს პრეზიდენტად, რომ გინეთვარო საქართველოს პრეზიდენტად რომ უნდათ მონათლონ, მე თქვენ წარმოგიდგენთ ყველა ის დოკუმენტური მასალების რაღაც გარკვეული ნაწილი, იმის რომ ყველაფერი წარმოგიდგინოთ, მაშინ მე აქციინები უნდა მეწოს მაგიდაზე და ამას დაჭირდება წლები და მე არ ვაპირებ, მე ამონარიდებს ვაკეთებ და ეს ამონარიდებიც აბსოლუტურად საკმარისი იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ისე, რომ თქვენ გაცნობიერებული იყოთ ვინ არის და თავისთავად ილიას მტრები და მკვლელები თავისთავად ცხადი ეხლა ვერ იქნებოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრეები და ულიანოვლენის მან გაუგზავნა ტელეგრამა, მე არ გამიგზავნია, მე მგონი იმამაზეც უკვე მქონდა საუბარი. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ შეხვიდეთ ინტერნეტში და გაიცნოთ ამ ჩემს მიერ ეხლა მასალას. ეხლა მე მინდა სანამ ამას გაგაცნობდეთ, ამ დოკუმენტს გაგაცნობდეთ, რომელიც არის შედგენილი ამონარიდები არის და ძალიან საინტერესო რომა, რომელიც მინდა ილია მართლაც ეხება და იცით ისეთი მსგავსებაა მიუხედავად იმისა, რომ საუკუნის დასაწყისში და საუკუნის ბოლოს მოხდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობა, საუკუნის დასაწყისში კი წმინდა ილია მართლის მკვლელობა წონდა ადგილი. მისი სიცოცხლე ხელყვეს, მაგრამ აი თავად ტექსტუალურად რაც იმ პერიოდში იბეჭდებოდა, ანალოგია იმისი, რაც იბეჭდებოდა შემდგომ უკვე ზვიად გამსახურდიაზე. მე არ გავკადნიერდები და წმინდა ილია მართლას ნამდვილად არ ვაკადებ იმას, რომ ზვიად გამსახურდია, რომელიც საერო პირად არის ჯერჯერობით და ამაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს დადგება, რომ ზვიად გამსახურდია. ნამდვილად შეირაცხება, მაგრამ ამას სჭირდება დრო, ესეთი საჩქარო არ არის, არც არავის არ ეჩქარება და არც არავის ოცნება არ არის, თუ საჭიროა, რაც საჭიროა ის თავად უფალი ამას ყველაფერს გადაწყვეტს და არა გარკვეული პიროვნებები, რომლებიც ძალიან დაინტერესებულები არიან ამაში. მაგრამ მე ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა, ძალიან ისეთი
იკვეთება აქ ერთი მიმართულება, კერძოდ შევარდნაძისა და სააკაშვილის ასე ვთქვათ მრჩეველი, რომ ერთი ყავს. კერძოდ შევარდნაძემ, რომელმაც კანონიერი ხელისუფლება დაამხო ხუნტის შეიარაღებული ბანდებისა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის დახმარებით და უზურპაცია მოახდინა, კანონიერი ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა, ამის შემდგომ იგი შედის ერთ-ერთ ოთახში, მე ასე ვიტყოდი, არა კაბინეტში, როგორც იყო შეჩეული ცენტრალური კომიტეტის წინ, არამედ შედის ერთ-ერთ ოთახში, იკავებს იმ ოთახს და მან რომ შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე და კიდევ თავისი სიცბიერით მელას მე არ შევადარებდი, იმიტომ რომ მელა ლამაზიც არის ამავდროულად და ცბიერია, მაგრამ უნიჭო ცბიერია, იცით, უნიჭოა ნამდვილად და მისი მრჩეველიც ესეთივე უნიჭოა. როდესაც მოუნათლავი კაცი უცებ ივნისის თვეში, მე მაქვს ის სურათი, იმასაც გაჩვენებთ, რომ სადაც უწმინდესი მიბრძანდება მის ოთახში და გადასცემს მაცხოვრის ხაზს. რა საერთო ჰქონდა შევარდნაძის მაცხოვართან, როდესაც მორწმუნეებს დაძდებდა ჯოხით მისდამი დაქვემდებარებული, როგორც პოლიცია უშიშროება და ისევე კომკავშირის ცეკა და საერთოდ ტეკა და ყველა ერთად. და უცებ მის ოთახში ხედავთ უფლისა ჩვენისა იესო მაცხოვრის ხატს და ამ ხატის მოპირდაპირ მხარეს ვაფიქსირებთ მერაბ კოსტავას ფოტოსურათს. აი ეს იყო ისეთი დიდი სიბინძურე, ეს იყო ისეთი დიდი უზნეობა, რომელიც მხოლოდ შევარდნაძეს შეეძლო ჩაედინა და ამით მან იფიქრა, რომ მოისყიდავდა საქართველოს მოსახლეობას, თუნდაც მორწმუნეებს, თუნდაც ურწმუნოებს. არა, ესეთი თამაში ძალიან ცუდი გზით წაიყვანს და კიდეც წაიყვანა რა, კარგი ცოცხალი თუა და ცოცხლად აგინებენ და ცოცხალ კაცს რო აგინებენ და მასზე ყველაფერი მისი გამომზეურება ხდება დღეს, არა? მე მგონი არ არის ეს დიდი ბედნიერება, შეიძლება 100 წელი იცოცხლოს, მაგრამ აი მოისმინოს სულ ეს უბედურებები, რაც კი ჩაუდენია ქვეყნისა და ერის წინაშე. უფლის წინაშე უწინარის ყოვლისა. ეხლა გადავხედოთ, აბა მიხეილ სააკაშვილის ოთახს, რა ხდება იქ? მიხეილ სააკაშვილსაც იგივე მრჩეველი ყავს, რომელიც ყავდა მის მამობილს. მიხეილ სააკაშვილმა წმინდა ილია მართლის სურათი დაკიდა და არა ხატი. სურათი დაკიდა, რომელმაც უნდა დაუმტკიცოს ქართულ საზოგადოებას, რომ იგი არის არა მხოლოდ მორწმუნე, არამედ იგი არის იმ იდეების მატარებელი, რომელსაც ილია მართალი ატარებდა. აბა მოდით გადავხედოთ ახლა რა აქვს საერთო ილია მართალთან ან ერთს ან მეორეს და საერთოდ საქართველოსთან, მოდით ასე ვთქვათ. და რას ვისმენთ ახლა ჩვენ უკვე ილია მართლის ფიზიკურ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს ახლა. სწორედ ამგვართათვის სანთელივით იწვოდა ილია, მაგრამ ვაირმა არიან ქართველთა შორის უღმერთონი, ურწმუნონი, მამულის მტერნი და გამყიდველნი, ბოროტს მიქცეულნი, უცხოთ მსახურნი, უგნურნი და ღვარძლიან შურიანნი, რომელთაც მათ საკუთარი უვარგისობის გამო შეიძულეს ილია. ეს არის არაჩვეულებრივად ნათქვამი. და იწყო ლანძვა გინება და განქიქება ილიასი და სამი წერტილი. რასაც უწოდებდნენ ჭალებში, რასაკვირველია, ხა მოდის უკვე ჩამონათვალი. თავადი, ბურჟუა, გლეხების მყოლეფავი, მუშების მტერი, თავრობის ყურმოჭრილი მონა, სამღვდელოების მომხრე, დიდართა ინტერესების დამცველი, ჭალები დახურულია სამი წერტილი. რანაირად არ ამკობდნენ, ჭალები გახსნილია კიდევ ოინდბაზი კაცის მოძულე, ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ მთელავი, ჭალები დახურულია სამი წერტილი.
რეებს არ ხსავდნენ მე ეს ჩემეული ეს არ არის გამონათქვამები როგორც არის მე ტექსტში ისე ვიცავა როდესაც დაიწერა ასე რაებს არ ხსავდნენ მასზე ბრჭყალებია გახსნილი რა მიიყვანა ეს საცოდავი ადამიანი ამგვარს სულიერ სიმახინჯემდის ბრჭყალების დახურული ბრჭყალებია გახსნილი რაც შეეხება მის თვალთმაქცობას ეს ჩვენ არ გვაკვირებს რადგანაც სამი წერტილი მოზდებია ის დიდების სენი რომელსაც მანია გრანდიოზას უწოდებს ბრჭყალები დახურულია ბრჭყალები გახსნილია მთელს მის ნაწერებში გარდა თვით ავტორის ქარაფშუტობისა უმეცრებისა ორპირობისა ორთავიანობისა ლიტერატურული უწოებისა ჩვენ ვერაფერი ვერ დავინახეთ ბრჭყალები დახურულია კიდევ გახსნილია ბრჭყალები მწერლობასთან რა საერთო აქვს მას კითხვის ნიშანი და ბრჭყალები დახურულია გახსნილია ბრჭყალები ჩვენ ვთხოვულობთ რომ ბატონ ნოე ჟორდანიამ თავი დაანებოს კინტოებთან კამას და ბრჭყალები დახურულია ეხლა ვინ იყო კინტო ღმერთმა გამამეორებიეს და ნომათმევინოს მისი სახელი და ვინ იყვნენ ეს განკიქებლები კარგად იცის ქართველმა ერმა ნოე ჟორდანიები და ფილიპე მახარაძეები სოციალ-დემოკრატები რომლებსაც ილია მოიხსენიებდა როგორც ბრჭყალებში რასაკვირველია რუსული მარქსიზმის თვალებ დახშულ თუთიყუშებს ბრჭყალები დახურულია და ფრჩხილებით დახურულია ფილიპე მახარაძე მაგრამ საქმე ის არის რომ თავად ჭავჭავაძეს თავისი თავი საქართველოს ბურჯად მიაჩნია ბრჭყალები დახურულია ნოე ჟორდანია გახსნილია ბრჭყალები დემოკრატიის პატივისცემას ილიას ვერ მოვთხოვთ ბრჭყალები დახურულია ნოე ჟორდანია ისევ და ფილიპე მახარაძე შრომელი პროლეტარიატის სახელით ელაპარაკებოდნენ ილიას განსაკუთრებით კი არა ქართველ პროლეტარებს უმხედრებდნენ ხოლმე კეშეშოევს ტატალოვებს არამუზოებს ჩილინგაროებს ვიჩურკინებს კლაცმანებს და სხვათა განსაკუთრებით განიცდიდნენ ილიას ხატად და წმინდანად შერაცხვას ილია ხელშეუხებელია ის მხოლოდ ბრჭყალებია გახსნილი ილიას ხელშეუხებელია ის მხოლოდ სათაყვანებლად და პირჯვრის საწერად არის კარგი ხანია გამოცხადებული ერთი სიტყვით მზესავით ნათელი და სპეტაკია მისი კანონიზაცია უკვე მოხდა ილიას ხატი უკვე დაიწერა მისი ხოტბა ხშირად იმართება და კიდევ დიდხანს გაიმართება არც ხატობას შევეხებით რომ ილიას ხატის ზვრა საზიზღარი მანჭვა გრეხითა და აღვირახსნილი ყბედობით არ იწყებოდეს და თავდებოდეს სამი წერტილი ხატობის ხანა ჩვენ გავიარეთ სამი წერტილი საჭირო ამ წმინდანის ბრჭყალებში საქმეც გავიგოთ სამი წერტილი ხატობას ძირი გაესინჯოს და არმაზის ალაგას აღმართულ კერპს თავისი ალაგი ეჩვენოს ეს იგი იმის აღებაც უნდათ ეს იგი ციცაბურის გზაზე რომ იყო ის მისი აღება ეჩვენოს ვითომ და ნიშნის მოგებით წერდა ნოე ჟორდანია აი თქვენი ნოე ჟორდანია ესეთი იყო რომლის დიდი სურათი გაქვთ ეგრეთ წოდებული პარლამენტის განსაკუთრებული ოთახი რომელიც არის თან როგორ იცით უზარმაზარი სურათი აქვს ნოე ჟორდანიასი ნოე ჟორდანიას გზით მავალნო იარეთ მისი გზით და კარგად ჩაქოლავთ საქართველოს მოქალაქეები კი არა საერთოდ მთელი მსოფლიო ჭალებში მაგრამ ხალხის საბედნიეროდ და ილიას თანების სავალალოდ ბევრი მისგვარი სრუკერპი დაამსვია დღევანდელმა ცხოვრებამ ნატრობდა ვინ ბრჭყალები კიდევ გახსნილია ნატრობდა ვინმე ვასილ ნაცლიშვილი კაცი უпроსტად არაკაცი რომელმაც ფილიპე მახარაძის უშუალო დავალებით პირველად გალანძღა ილია ჟურნალ მოგზაურში ბრჭყალები გახსნილია ადგას სისტემატიურად ბეზღობის ცილისწამების და ჯაშუშობის გზას ილია ჯაშუშობის გზას აბა ეხლა ისინი ვიღარიეთ ჯაშუშობის როლი ზედმიწევნით აქვს შესწავლილი და შესიცხოვცებული ბრჭყალები დახურულია ბრჭყალები გახსნილია ესე გლეხები დააბეზღა ჯაშუშობა გასწია თავისი ნივთიერი ინტერესების გულისათვის ამას ბრძანებს ფილიპე მახარაძე თქვენი იდეური მამა ბრჭყალები გახსნილია საჭირო მან პირბადი აიხადოს ნოე ჟორდანია აი ასე გულმოდგინებით და ეს პაწაწკინტელა მარქსისტი კაცუნები ილია მართალი კი ჰკვირობდა რომ ვეღარს გახდით რა საქართველოს ერთთან მაბეზღებსგანა დინჯად პასუხობდა აგიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართლის ბედმა და დავზრახონ ჩვენ მის ზევნით დავლიო დღენი
ეს იცით ვისაც ეკუთვნის ბრძნულად უხსნიდა კიდევაც ჩემზე დამბობენ ჭყალები გახსნილა ჩემზე დამბობდნენ ის სიავეს ქართლისას ამბობს ჩვენ ცუც არ მალავს ეს ხომ ცხადი სიძულვილია ბრიყნი ამბობენ კაცილის გული კარგი გული კი მაშინაც ცნობს ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია ჭყალები დახურულია ჭყალები გახსნილია ისევ რუსული მარქსიზმის თვალაბმული თუთიყუშები ჭყალები დახურულია კი არ სხრებოდნენ და ზოგიერთი უბირი ქართველის გონებას ნელ-ნელა შხამავდნენ ამზადებდნენ ილიას ფიზიკურ აღსასრულს განსაკუთრებით მაშინ გააშმაგდნენ როდესაც ილია რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი გახდა და განიზრახა იქ საქართველოს ავტონომიის საკითხის დაყენება ფილიპე მახარაძე ჭყალები გახსნილია ჩვენ ახლა გვესმის თუ ეს ძალზე რად იჭაჭებოდა თავადი ჭავჭავაძე როცა საქართველოს ავტონომიის შესახებ ჯაბასი ქონდა ქართულ თავადაზნაურობას ჭყალები დახურულია კვლავ გახსნილია ჩვენ მამტკიცებთ რომ საქართველოს ავტონომია დღეს მხოლოდ ჩაგვრელთა ინტერესებისათვის არის გამოსადეგი რომ იგი ხელსაყრელია მხოლოდ ბურჟუაზიისა და არამშრომელი ხალხისათვის ჭყალები დახურულია რაც ზანებს ნოე ჟორდანია ჭყალები გახსნილია არც ერთ ხალხს ისე ნაკლებად არ აინტერესებს ნაციონალური კითხვა როგორც ქართულ ხალხს ჩვენი ხალხი ნაციონალიზმს ისე უარყოფს როგორც წინათ და რამშვენიერი ხონჩითაც უნდა მიაწოდო ხონჩიანი შორს ვერ აგდებს რითაც ის განსხვავდება სხვა კულტურული ერებისაგან ფრჩხილები არის გახსნილი ამიტომ იყო რომ ნოე ჟორდანია თავს იკავებდა დამოუკიდებლობის გამოცხადებისაგან 1918 წლის 26 მაისს და აიძულეს შემდეგ ეს არის რედაქტორის მინაწერი ჭყალები დახურულია ეს მარქსისტები ილიას უწოდებდნენ ჭყალები გახსნილია ფეოდალური საქართველოს მათაყვანებელსა და მონარქის კაციჭამია შოვინისტ სოციალ-დემოკრატიების მტერს კონტრრევოლუციონერს რეაქციონერს მსოფლიო მნიშვნელობის ჯაშუშს მათ ეჯავრებოდათ ილია და მისი ძველი საქართველოს ჭყალებში ძველი საქართველოს დიახ გვეჯავრება ჭყალები გახსნილია მთელი წარსული რადგან წარსულის ყველა მხარე იყო მონობის გამოხატულება ჭყალები დახურულია ახალი გამონათქვამი ჟორდანიას ვისაც ილიაობა შეეყრება ესე იგი ილიაობა შეეყრება ზვიადისტობა შეეყრება ესე იგი როგორი ავადმყოფები არიან ხო ხედავთ ესე იგი ყველაფერი გადმოტანილი აქვს გადმოწერილი აქვს სიტყვასიტყვით ოღონდ სახელები აქვს ჩანაცვლებული ვისაც ილიაობა შეეყრება ის ძნელი მოსარჩენი ხდება პირუთვნელმა ისტორიამ უნდა გამოხატოს გამოიტანოს თავისი განაჩენი ნოე ჟორდანი არაი როგორ ემუქრება საქართველოს გამყიდველმა მარქსისტებმა რუსეთის იმპერიის ფარგლებში ავტონომიის მოთხოვნაც კი არ აპატიეს და რუსეთის ჯაშუშობის თანადგომითა და ხელშეწყობით ფიზიკური სიცოცხლე მოუსწრაფეს ილიას ჭყალები გახსნილია საეროვნო იდეალების უარყოფამ რომელმაც ფანატიკური ხასიათი მიიღო უცნაური შედეგი იქონია და ეროვნული გენიოსის მოსპობით დასრულდა აბაშიძე თვით ირაკლი აბაშიძე არ გიგონათ თვით გენიოსი კი ყველა ქართულს ამას უნერგავდა ორი წერტილი ჭყალებში ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არასეირი ჭყალები დახურულია ილია მოწამეობრივმა სიკვდილმა თუ როგორ დაზაფრა ილიას მოწამეობრებმა სიკვდილმა თუ როგორ დაზაფრა პატიოსანი საქართველო აღწერილია ისტორიული ღირებულების წინში ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება დასურათებული კრებული თბილისი 1907 წელი ჭყალები დახურულია გვერდი ამონარიდებს აგიკითხავთ ახლა იმ წიგნიდან გვერდი 22-24 მოკლეს პოეტი აქ უკვე თვითონ არ ამჟღავნებს თავის სახელს და გვარს და ალბათ იქნებოდა არ ვიცი ადლი შვილი ესე იგი 1 სექტემბერი ჭყალები გახსნილია საზოგადოებრივი აქტოვანება შეიცვალა საზოგადოებრივ დაღლილობაზე, ზნეობრივი ნორმები თავგასულ ავაზაკობაზე, უფლება ძალაზე, ხოლო გუშინდელი ბრძოლის ველი, რომელიც გაჟღენთილია თავგანწიულ წმინდათა სისხლით და ხელში ჩაუვარდა ტყის ნადირებსა და ავაზაკებს, ღამის წვდეაჩი ტყოებიდან და სოროებიდან გამოლალდნენ ტურები და მგელკაცები და დაერივნენ ყველას, ვინც ახლო-მახლო მოხვდათ.
ჭალები დახურულია. გვერდი 26 თბილისი 2 სექტემბერი ის, აქაც არასახელებს მინაობას. გასაგებია, აქ ისეთი რამ იყო რომ ილია მოკლეს და მათაც არ მოერიდებოდნენ. ჭალებში ის ვაჟბატონნი პირდაპირ ეუბნებოდნენ, აი ესენი ნაციონალისტები არიან, აი ესე იგი თქვენი პირდაპირი მოსისხლემტრები, რომელთაც ძველი საქართველოს აღდგენა უნდათ მეფეებითა, ბატონყმობითა და ამგვარ წარსულთა დიდებით. ჭალები დახურულია. გვერდი 33. კაენ სად არის შენი ძმა? კითხვის ნიშანი ჭალები დახურულია 2 სექტემბერი განდეგილი. ეს ფსევდონიმია განდეგილი. ჭალები, ჩვენ ვიცით ბევრი მაგალითები, რომ სამშობლოს საუკეთესო შვილნი საქვეყნომ მტრად მიუჩნევია და სამარცხვინო ბოძზე მიუკრავთ. სრულიად დაუმსახურებლად გვახსოვს, როგორ მოექცა საფრანგეთის ხალხი ზოლას, რომელიც რამდენსამე ათეული წლის განმავლობაში ფხიზელ დარაჯად ედგა თანამემამულეთა ავსა და კარს. ეს შარავანდედით მოსილი ბოძი ფრანგთა აზროვნებისა სამშობლოდანაც კი გააძევეს, იმიტომ რომ იმან საჯაროდ აღიარა სიმართლე ერისა და დაჰგმო სიცრუე მრავალთა. გვახსოვს ისიც, რომ იმისი ავეჯი საჯარო ვაჭრობით გაჰყიდეს და ვითომ ამით დაამცირეს მართლის მთქმელი ჭალები დახურულია. გვერდი 36 ნაძირალებს კიდევ ის და 4 სექტემბერი უკვე იროდია ნევდოშვილია. ჭალები გახსნილია ცხოვრების ნაძირალებო თქვენისთანა უგვანო უმადოთათვის არის მხოლოდ ქვეყანაზე კუჭი, რომლის ამოსავსება თქვენვე არ ერიდებით არავითარ გზას, თქვენ ეკუთვნით იმ პირუტყვებს, რომელნიც უძლურების გამო წკმუტუნებენ და ყეფენ. ჭალები დახურულია. ძალიან ლამაზი სიტყვებია, მართლა რომ არ ვიცი. გვერდი 47 ამონაკვესი ია ეკალაძე 4 სექტემბერი. გაიხარენით ჩვენი ქვეყნის დამაწყევარო, გაიხარებით ბიჭბუჭებო, ნაძირალებო, გაიხარებით ხალხის მტრებო, ხულიგნებო, მოკლეს ილია საქართველოს ჭირისუფალი. ძახილის ნიშანი და ჭალები დახურულია. იცინეთ მგლებო, კრავის ტყავით მოარულებო, იცინეთ მხეცნო კაცის სახით მატარებლებო, იცინეთ ბრიყნო, დედის ძუძუს უარ მყოფელნო, მოკლეს ილია სამშობლოს მაღმერთებელი. ძახილის ნიშანი კლავ. ტაში დაჰკარით, ითამაშეთ, ჩამოჰყარეთ, გაინაწილეთ მისი ქურქი, მისი ქონება, რაღაც უყურებთ უწმინდურნო, გაციებულ გვამს არც მკლავი უჭრის, აღარც აზრი და აღარც გონება. შესანიშნავია. დღევანდელი დღე არის, ნამდვილად დღევანდელი დღე არის და მე ამიტომ დავინტერესდი აი ამით და გამოვიტანი ესე, იმიტომ რომ საზოგადოებამ გაიგოს ყველაფერი, რა იყო ადრე და რა გრძელდება დღეს, რომ არაფერი არ შეცვლილა. მას გაიხარეთ, ხომ გასთელეთ მურდალის ფეხით, მრავალტანჯულის საქართველოს თავმოყარეობა, დედავ ქართლისა ზიზი დაგმე შენი შვილი, ჩოხის მაგერ და დიაცურებ კაბაჩააცი, თუ კი იმდენად დაძაბუნდა და დავაგლახდა, რომ კუჭის გარდა აღარაფერის აღარ დაეძებს. ორი ძახილის ნიშანი და ჭალები არის. გვერდი 61 ვერ მოჰკლეს 6 სექტემბერი ვაჟა-ფშაველა. ჭალებში უგნოთ თუ არ იცია რომ საუკეთესო ადამიანების ხოცვა ყლა მოკლა თელის ქვეყნისა სოფელი ვინ და ერთი კაციო, თუ იგამთის დავკარგეთ ადამიანობა ნამუსი, დავიბრმავე გონება რომ ამისთანა აზრები ღორძინდება საქართველოში, თუ ვისიმე ფანატიკოსებს გონიათ რომ ილიების ხოცვით მოჰკლავენ თვით იდეას, რომელიც უკვდავია და რომელსაც მხოლოდ ილიასთან ადამიანებს შეუძლიათ ემსახურონ და არა უძლურთ, უნიჭროთ უბიც და საზოგადოების ნაძირალებს. ჭალები დახურულია. მოკლეს ილია, ეს კილავ აგრძელებს ვაჟა-ფშაველა ამას. მოკლეს ილია, მაგრამ ვერ მოკლეს ვერა. მისი ხსოვნა უკვდავია, ვიდეს საქართველო იქნება, დიახ, ვერ მოკლეს, რადგან თუ რამოდენიმე თითებზე დასათვლელი ადამიანი ხარობს ილიას სიკვდილის 100,000 მისტირის ამ ჩვენ სასიქადულო მამულიშვილს და რამდენი ხანიც გაივლის, მით უფრო დაკლების მაგივრად გრძნობა სიბრალურისა და სიყვარულისა მოიმატებს ერის გულში. მან აასრულა თავისი მოვალეობა წინაშე თავის ქვეყნისა, იბრძოლა, იღბაცა ჩვენ სასარგებლოდ და დაღლილ და კანცული მიებარა ცივსამარეს, ჩაიყოლა თან ისევ ჩვენი დარდი თავის ქვეყნისა, საუკუნოდ იყოს ხსენება შენი ჩვენო იმედო, ჩვენო საყვარელო ილია. ვაჟა-ფშაველა.
გვერდის 62 ჩვენი გზა 4 სექტემბერი და თუ მისი მკვლელები იმას ფიქრობენ რომ განსვენებულთან ერთად ისინი ჰკლავენ და სპობენ იმასაც რაც ილია ჭავჭავაძემ თავისი ნიჭითა და მოღვაწეობით შეიტანა ჩვენი საზოგადოების კულტურულ სალაროში ჩვენ ზიზითა და მრისხანებით შევყვირებთ ასეთ მტარვალებს შორს თქვენ მურტალი ხელი ამ სამკაულისაგან ეს სამკაულის და მისი შემოქმედიც ილიაც ეკუთვნის საზოგადოებას ისინი არიან ხელთუქმნელი ისინი ბოდიში ასე უწერიათ ისინი არიან ხელთუქმნელი ძეგლი ეტობა აქ შეცდომა არის ის არის ალბათ ასე 63 გვერდი შურდული ნომერი 1 ჭალები გახსნილია სანამ განმა თავისუფლებელ მოძრაობას ზალღონე შესწევდა და მისი დროშა თამამად იყო აღმართული სანამ მებრძოლე ხალხი ცხოვრებაში მონაწილეობას იღებდა საზოგადოების ნაძირალები ზნეგახსნილი და ფლიდი კაცუნები თრთოდნენ და კანკალებდნენ ნათელი ძალის წინაშე თავიანთ ბნელ სოროებში იმალებოდნენ და ქურდულად უთვალთვალებდნენ თავისათვის გამოსადეგ მარჯვე დროებას მათ ეშინოდათ ხალხის რისხვის რომელიც არ დაინდობდა პარაზიტებსა და ფიცხლებ ალაგმავდა ახლა კი ხალხი ძალაუნებურად ჩამოშორებულია ცხოვრებასა და ქვეწარმავალნიც ამოძვრენ თავიანთ სოროებიდან დადგა რეაქციის მეფობის დრო ქურდთა და ავაზაკთა თარეშობის ხანა გამრავდა ძარცვა გლეჯა ავაზაკობა სრულიად უმიზეზო მკვლელობა შეიძრა მყრალი ჭაობის საზოგადოებრივი ცხოვრებისა და აიშალნენ ატმოსფეროს მოწამულნი ბაქტერიები ხომ არის დღევანდელი დღე ნამდვილად დღევანდელი დღეა როგორ მიესადაგება ეს ყველაფერი სასწაულია გენიოსების ნაწერია და ნააზრევია რასაკვირველია 74-76 გვერდი დიდი ილიას ხსოვნას ახალციხელი გიორგი ახალციხელი ის ახალციხელი არ გეგონოთ მხედრიონელი ახალციხელი იყო რომელიც დაიღუპა ავტომატით ხელში შენი მაგეთი სიკვდილი მოსალოდნელი ხვედრი იყო შენთვის ტყუილად კი არ უთქვამს ჰენრი ჰაინეს სადაც დიდებული კაცი წარმოთქვას თავის აზრს იქვე გოლგოთა ამართულიო გვერდი 167 სოლომონ ხუნდაძე საქართველოს მტერნო ნუ გიხარიათ ილია ჭავჭავაძე არ მომკვდარა ის ცოცხალია და მარადის ცოცხალი იქნება ქართველი ერის გულსა და გონებაში საქართველოს მტერნო ნუ გიხარიათ ილია ჭავჭავაძემ თავისი მოწამეობრივი სიკვდილით თავისი დიდებული სახელი კიდევ უფრო გაადიდა კიდევ უფრო მკვიდრი უფრო მშვენიერი ძეგლი დაიდგა საქართველოს მტერნო შეძრწუნდით ამიერიდან ქართველი ერი თქვენ საქმებს დაგმობს თქვენ სახელს ზიზღით მოიხსენიებს ქართულ ხალხო გონსმოდით გამოფხიზდეთ გაარჩიენ მტერი და მოყარე ძახილის ნიშანი და ბრჭყალები დახურულია გვერდი 171 ეპისკოპოსი ლეონიდე ჩვენ რომ ილია თავის დროზე გვეცნო ჩვენ რომ ილიას ნამცნები მოძღვრება ერთურთის საბრალულ სიყვარულისა სამშობლოსათვის თავდადებისა და ქართველი ერის განვითარებისა მშობელი დედის რძესთან ერთად გვექცია ჩვენი არსობის სისხლად და ხორცად მაშინ არც დღევანდელი მარცხი შეგვემთხოვოდა მაგრამ დამნაშავენი ვართ ყველანი დიდიდან პატარამდე შენს წინაშე სულო მაღალო ბრჭყალები დახურულია არქიმანდრიტი ამბროსი გვერდი 174 მან კეთილად განვლო გზა კვალი მისი ნავალი წარუშლელია ეკლიანი გზა გაკაფულია ის უკანასკნელ წუთამდის ერთგულად ემსახურებოდა იმ იდეალებს რომლებიც მან აირჩია ქართველი ერის საკეთილდღეოდ ერთის ნაბიჯითაც არ გადაუხვევია არ უღალატნია მათთვის და ამისათვის მოციქულთა თქმისებრ მზარს მისთვის გვირგვინი ცხოვრებისა გამოცხადება 2 მეათე ჩილები დახურულია გვირგვინი უკდავებისა შევფიცოთ ამ წინამდებარე ცხედარს რომ ვიქნებით ნამდვილი აღმსრულებელი იმ ცნებისა რომელიც განსვენებულმა თავისი მოღვაწეობით გვიანდერძა ჩვენ გვექნება ერთობა ეროვნული იდეალების სამსახურში მაშინ უეჭველია ჩვენი სამშობლო მხარე შეძლებს კვლავ წარმოშობოს ილიასებური დიდებული მოღვაწენი და მაშინ საბოლოოდ განიხარებს განსვენებულის დიდებული უკდავი სული ღმერთო მაღალო და ძლიერო გვაკმარე ეს უბედურება ეს იყოს უკანასკნელი მსხვერპლის სამშობლო საკეთილდღეოდ და ჩვენთა ეროვნულ ცოდათა სახსდად შეწირულ ეროვნულ ტრაპეზეთ სიდიადი ამ მსხვერპლისა თავდებია რომ მომავალში ჩვენი უღმართობა ჩვენი შეუგნებლობა მოსპობილ იქნება და ერთობილის ძალით შეუდგებით პირნათელ სამსახურს სამშობლოს მხარის აღორძინებისას თუ ამნაირი ღვაწლი
დაგდო ჩვენ ამ მსხვერპლის სისხლმა თუ ჩვენ შეგვაერთა მამულისათვის თავდადებით სამსახურში ეს იქნება უკანასკნელი ჭეშმარიტ და დიადი ღვაწლი დიდებულის ილიასი მისი ხანგრძლივი შრომის სასურველი ნაყოფი და გვირგვინი ჩვენი მხრითაც ეს იქნება ნამდვილი ვალის მოხდა მისი ანდერძის აღსრულება და თან საუკეთესო პატივისცემას განსვენებულის ხსოვნისა ღმერთმა მოგცეს ამის შეძლება საუკუნედ იყოს ხსენება შენი მამულისათვის თავდადებულო დიდებულო მგოსანო ილიავ მსხვერპლად შეწირული ილია მართალი კი თავად ასე მოძღვრავდა ქართველთ სიკეთით ძლიერს შენს მტერსა ერიდეს სისხლით ზღვევასა სულ გრძელებითა ძლევას ჯობს ვაჟკაცობითა ძლევასა ისტორიამ კი თავისი განაჩენი გამოიტანა ილია წმინდანად შეირაცა სრულიად საქართველოს მთელმა ქართველმა ერმა და ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მთავარი რა არის იცით აი ამის ეს თქვენ წარმოგიდგინეთ იმისათვის რომ საბოლოოდ გაარჩიოთ თეთრი და შავი გაიცნოთ თუ არ იცნობდით თუ ვინმე საზოგადოების რაღაც გარკვეულ პიროვნებების არსებობს გარკვეული დიდი რაღაც ჯგუფი რომელიც ნამდვილად აცდუნებს მოქალაქეებს განსაკუთრებით ახალგაზრდებს მათში შეაქვთ აი ესეთი ნიჰილისტური განწყობა ასევე ილია რასაც წერს ხო ხედავთ რა ისინი კომპიუტერებით ისწავლეთ სკოლაშიო კომპიუტერებით ნასწავლი ბავშვი განსწავლული არასოდეს არ იქნება მან უნდა ისწავლოს წიგნიდან წიგნი მოუწია უფალს ჩვენთვის და წიგნისთვის დავიბადენით ჩვენ ყველა და ამ შემთხვევაში მე მინდა ხაზი გაუსვა აი ერთ ძალიან საინტერესო ფაქტს რომელიც აი აქ იყო რომ როგორც არ უნდა აი აქ ეხვეწება არქიმანდრიტი ამბროსი რომ გვაკმარე ობედურებაო მაგრამ რა მოხდა კი ის რასაც ეხვეწება არქიმანდრიტი ამბროსი არ მოხდა გავიხსენოთ 1990 წლის 26 მაისი აირჩიე ქართველო ერო გაქვს ქრისტეს გზა გაქვს ბარაბას გზა მერაბ კოსტავას გზა წმინდა ილია მართლის გზა აირჩია ბარაბას გზა მოვიდა ტერი შემოვიდა პირდაპირ გამეხებული დახვდნენ უგვანონი დახვდნენ ტერნი ქართველთა დახვდნენ ავაზაკნი დახვდნენ პილატეები დახვდნენ ურჯულონი და ჩაუგდეს საქართველოს ხელში საქართველოს მტრებს აი ზუსტად აი ამ დოკუმენტში რომელიც მე ძალიან მოკლედ მოგაწოდეთ რათა თქვენ არ გადაღლილიყავით და კიდევ ბევრი რამ გვაქვს ჩვენ სათქმელი ამ თემას კიდევ დაუბრუნდებით ჩვენ ასე მოკლედ არ მოგაწვით მასალებს მაგრამ ჩვენ გვინდა საბოლოოდ მივიდეთ იმ დღემდე რომელმაც დაამტკიცა საბოლოოდ რომ წავიდნენ ბარაბას გზით რომ გადაწყვიტეს საქართველოს თავისუფლება ბარაბას გზით არასოდეს არ შეიძლება რომ მოუტანოს სიკეთე და დღეს დასტურია იმისა რომ ილიას გზით მიმავალ გამსახურდიას რა ბედის წინაშე დააყენეს და როგორ გაანადგურეს ფიზიკურად იმიტომ რომ მას უყვარდა თავისი ერი თავისი სამშობლო და ყველა ვისაც უყვარდა საქართველო ასე რომ ჩემო კარგებო ისმინეთ ყოველივე ის რასაც ჩვენა გაცნობთ იმიტომ რომ ეს არის უკვე მაგალითი იმისა რომ ჩვენ ეს გავლილი გვაქვს ყველაფერი და იყავით მზად ხოლო სიკეთისათვის იყავით მზად ერთადერთისთვის რომელსაც ქვია საქართველოს თავისუფლება და სრული დამოუკიდებლობა და კანონიერების აღდგენა მადლობთ